გახსნი რომ ამ წუთებში ირანის საელჩოსთან ირანის მოქალაქეების აქცია იმართება. ისინი ეხმაურებიან ამ პროტესტით ირანში მიმდინარე პროცესებს. მე ახლა კადრიდან გავიწევი ოპერატორს ვთხოვ გაჩვენოთ აქ რა ხდება. მოქალაქეები ბანერებით არიან წარმოდგენილი, მაგალითად ხედავთ ბანერს 12,000 ადამიანია მოკლული სამი დღის განმავლობაში ირანში. აგრეთვე აქ აქვთ რეზა ფაჰლეის ირანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფოტოები წარმოდგენილი. მათი მთავარი მოთხოვნაც ეს არის ახლა რომ რეზა ფაჰლე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში იმისთვის რომ დამკვიდრდეს რეალური დემოკრატია და მკვლელი ხელისუფლება რომელიც ახლა ირანს მართავს აუცილებლად უნდა წავიდეს. ირანის მოქალაქეებიდან ქართულენოვანი ადამიანებიც არიან, ქართულად მოსაუბრე მოქალაქეებიც არიან შეკრებილი. ახლა ვეცდები რომ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრო პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. რომ გითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ, რას ითხოვთ, რა არის ის მთავარი გზავნილი, რომელსაც ახლა აკაჟღერებთ, ასევე ვიცი რომ ოჯახის წევრები ყავთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, ოჯახის წევრების შესახებაც მოგიხსენებთ ინფორმაცია. გამარჯობა. ძალიან მოკლედ რომ მინდოდეს თქვა, ირანის ხალხი ითხოვს თავისუფლების დაბრუნება. ირანი არასდროს არ ყოფილა ისლამური ქვეყანა. მოკლედ ისლამური რესპუბლიკის დასრულება. ისლამური რესპუბლიკის დასრულება სურს ხალხს, ირანის ხალხს. 8 იანვრიდან ირანში ინტერნეტი, შუქი, ტელეფონები არის გათიშული. და ჩვენ საერთოდ არ ვიცით ირანში რა ხდება, გენოციდი ხდება ირანში. 15 ადამიანი დახოცა ისლამური რესპუბლიკამ. და ჩვენ ნერვიულობთ, არ ვიცი, ჩემი ოჯახი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ცოცხალი არიან თუ არა, თუ ამ ისლამურ რესპუბლიკამ დახოცა. ეს ყველაფერი ხდება რეზა შაჰ ფაჰლავის მოწოდებებით. ირანის ხალხი ითხოვს თავისუფლებას უსურვებ მთელ მსოფლიოს. კიდევ ერთი მოქალაქეა ჩვენთან ერთად მოგესალმებით. რომ გითხრათ, რამდენი ხანია არ გქონიათ კომუნიკაცია თქვენი ოჯახის წევრებთან, რა ვითარება ახლა, რა ინფორმაცია გაქვთ? ჩვენ ახალი ინფორმაცია გვაქვს. 6 დღე ინტერნეტში გათიშულია ირანში და ჩვენ ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. 5 დღე, 6 დღე ინტერნეტში ვაფშე არ არის და ინტერნეტის გათიშვა ნიშნავს რეპრესია, ნიშნავს შიშს. და ეხლა ჩვენ ვინც აქ არის, ყველა ნათესავები და ოჯახები და მეგობრები ირანში ყავს და დაწმუნებული არა ვართ, რომ სოცხალი არიან, ჯანმრთელი არიან თუ არა და ვინც აქ არის, ეხლა 10% რომლის ირანელები რომ საქართველოში არ არიან. ზოგი ბინადრობა არ აქვს, ზოგი ეშინია რომ მოვიდნენ პოლიციები არიან. ნებართვა გვაქვს, მაგრამ იცით, ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა არის უფლისწული რეზა ფაჰლავი. ვინც თავისუფალის ირანში საჭიროა. ირანს თავისუფალი იქნება და უფლისწული რეზა ფაჰლავი დაბრუნდება ირანში. ეს დაწუნებული ვარ. ეხლა ინტერნეტი არ არის ირანში. არავინ არ იცის რა ხდებოდა, რა ხდება, მაგრამ რაც დაწუნებული ვარ არის თავისუფალი ახლოსადი ირანი თავისუფალი იქნება და უფლისწული რეზა ფაჰლავი დაბრუნდება ირანში. მოკლედ ასეთი ვითარება ახლა ირანის საელჩოსთან ოპერატორს ვთხოვ ისევ კადრში გაჩვენოთ ახლა აქ ვითარება. ამ შეკრებით მოქალაქეების სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროცესებს. ორი კვირა ირანის არაერთ ქალაქში, პროვინციაში, როგორც ისეთ ქუჩაში ითხოვენ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქ შეკრებილი დემონსტრანტების ახლობლები, მშობლები, მეგობრები, ირანის მოქალაქეები არიან. ახლა ეს პროტესტში იღებენ მონაწილეობას. დღეებია უკვე აქ შეკრებილ ადამიანებს კომუნიკაცია არ ქონიათ მათ ახლობლებთან, მეგობრებთან, საერთოდ არც იციან თუ ცოცხლები არიან ისინი, მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, კომუნიკაცია მათთან. ახლაც გესმის თქვენ კადრში ისინი სკანდირებენ რეზა ფაჰლევის სახელს და გვარს, ითხოვენ თავისუფლებას ირანისთვის.